კარგით გოგოებო, ჩემ სიმღერას რომ ბევრი მოსმენა ქონდეს TikTok-ი გადავიღოთ. კარგი. გასაგებია, ესე იგი დღეს TikTok-ის ვარჯიში გვაქვს. მასკოტ, მოდი იჩქარე. კარგით, გადავიღეთ. ახლა დავპოსტავ და ვნახოთ. ხო, ამის მერე ბევრი ფანი გვეყოლება. ბიჭებმა უკვე მოგწერეს. გოგოებო, თქვენ მარტო ბიჭებზე ფიქრობთ, ვარჯიში როდის უნდა დავიწყოთ? მასკოტ, ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც შეყვარებულებს ვიპოვით. მასკოტ, იქნებ შენც კი პოვოთ ვინმე გოგო? არა, თქვენ მარტო ცარიელ დაპირებებს იძლევთ, მომწერეთ, როცა ვარჯიშს დაიწყებთ. კარგი, მასკოტ, შენ ტელეფონის ნომერს მივცემთ და იქნებ დაგირეკონ. კარგი, ხო არ მადარდებს, ტელეფონი მომეცით და კიდევ ერთი ვიდეო გადავიხოთ. ოღონდ თქვენ წინ დავდგებით. კარგი, მასკოტ. რომეო, შემოხედე, მასწავლებელმა მაიკმა შენზე იკითხა და მეორეჯერ აღარ გავიმეორებ. კარგად შემოხედე. ახლა შენი ჯერია. მიდი რომეო, იმუშავე, როგორც გაჩვენეთ ისე გააკეთე. ცოტა დაიხარე და გამოგივა. Smile, Max, აქ მოდით, რაღაც უნდა გაჩვენოთ. იმუშავე, არასწორად აკეთებ, დაიხარე. ტიმურ, რა ხდება? Smile, ეს ნახე. ისევ TikTok-ებს იღებენ, თან ბაჭიასთან, ისევ შეყვარებულებს ეძებენ. ეს მერია? ხო, მერიც და კნობაც. ჰეი, აქ რატო დამტოვეთ? რომეო, გააგრძელე ვარჯიში, ყურადღება მოგეფანდება. დიანას სიმღერა ნაგავია, დიანაც ნაგავია და მერი და კნოპა ორივე ნაგავია. რა? მეგობრებო, ვერ ხვდებით, რომ ჩვენ გასაბრაზებლად აკეთებენ. მოგლეთ, მეგობრებო, იცით ლუზერები რატო ვართ? იმიტომ, რომ შეყვარებულები არ ყავს. და სად არიან ნორმალური გოგოები, რომ ჩვენი შეყვარებულები იყვნენ? იქნებ კომბეშოები მოსაწყენები არიან. მომისმინეს, ცოტა ხნის წინ ნაგავების დაუძახე. დიანა არის ნაგავი, დიანას სიმღერა არის ნაგავი. აბა, ახლოს მოდი. რომეო, მან გაჩერდი, 2 წამი, დაწნარდი, რა დაგემართა? მომისმინე რომეო, გირჩევ, რომ დიანასგან თავი შორს დაიჭირო. ბოლოს გულს მაინც გაგიტეხავს. ბოლოს არა, ძალიან მალე გაგიტეხავს. მომისმინეს, კარგად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და კიდევ ერთ სუდრამეს გავიგონებ დიანაზე და მერე მიიღებ, რაც საჭიროა. ვა, შეხედეთ მაიკის მეშვილი როგორი ყოფილა. ძალიან თავხედი და მამაცი. მომისმინე რომეო, ჩვენ შენ აღარ გავარჯიშებთ, შეგიძლია წახვიდე. არც მინდა იმ ხალხთან ვარჯიში, რომლებიც გოგოებს შეურაცხყოფას აყენებენ. კარგად. რა, არაფერი უბრალოდ ვერ ვიგდებ ამ სიმღერას თავიდან. მეგობრებო, კარგად მომისმინეთ, კიდევ ერთხელ იმღერებთ ამ სიმღერას და დიანასთან ერთად მოგიწევთ TikTok-ების გადაღება. ახლა ვარჯიში გავაგრძელოთ. მოდით, რასეულდებით. კარგი, Smile, დაწნარდი, ვიპოვით ახალ გოგოებს და ჩილიდერები დაგვაუწყდებიან. დიანა, ავტოგრაფს მომცემ. ძალიან მაგარია სიმღერას როდის გამოუშვებ? ავტოგრაფი მოგვეცი რა? რა, ლუზერებო, მართლა? მოგეწონათ ჩემი სიმღერა? რა მაგარია? კარგი. გაჩერდით, მე დიანას მენეჯერი ვარ და მზად არის ავტოგრაფი მოგცეთ, ოღონდ სათითაოდ. ხო, ვინ არის პირველი? გაიარე, დიანა, გაიარე. კარგი, მზად ვარ. კარგი, სულ ეგ არის. მე TikTok-ები გადავიღე დიანას ახალი სიმღერით. მასკოტ, ჩვენთან ფოტო შეიძლება? დიანა ისევ ამ სკოლის ვარსკვლავია. ხო, ჯანდაბა, არავინ ელოდებოდა, რომ თავის სიმღერას გამოუშვებდა. გოგოებო, ვიცი, როგორც უნდა ვიყოთ პოპულარულები. სოფი, როგორ? შეგვიძლია, რომ TikTok-ის ვიდეო გადავიღოთ დიანას სიმღერაზე. სოფი, მეორე ეგეთი რაღაცა არ მითხრა. დიანას სიმღერაზე არანაირ ვიდეოს არ გავაკეთებთ, არასდროს. ბლონდი, რატომაც არა, პოპულარულები ვიქნებოდით. კროპა, შენთან ფოტო შეიძლება? ხო, რა თქმა უნდა. დიანო, შენი სიმღერა ნამდვილი ბომბია, როდის გამოვა? მალე არის, მაგრამ ახლა ლატე გამიკეთე. დიანა, ძალიან მაგარი სიმღერა იყო, შეიძლება შენი ავტოგრაფი? რა თქმა უნდა, პიცა არ არის პრობლემა. თან კანზე უნდა დაგაწერო? დიანა, მეც მინდა. მადლობა, დიანა. შენი ხელი მომეცი, თავზე არ დაგაწერ.
საკმარისია, ამ ტყუილ ვარსკვლავთან ერთად არ ვიქნები ამ კაფეში, ვარჯიში გვაქვს. ბლონდი, სალათი, რა სალათი, უნდა დაიკლოთ. ძალიან მაგარი ხარ. ბავშვებო, შოკში ვარ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ლუზერებს ასე შევუყვარდებოდით. ნახე შენ მას იმღერამ რაქნა. მოსწონთ. დიანა, ჩემზე რა ხდება? გოგოები რამეს გეკითხებიან? კი, მასკოტ, მაგრამ გაკვეთილების შემდეგ წავეკითხავთ. თან გოგოებო, მალე უნდა გამოუშვა ჩემი სიმღერა და ამიტომ მოდი ეგ აღნიშნოთ. ხო! ბავშვებო, აქ სპეციალურად დაგიძახეთ, როგორც იცით, მომღერალი გუნდის ერთადერთი წევრი მე ვარ და სამწუხაროდ მეც ორნი ვართ. კარგი, მე თანახმოვარ. რაიან, საკმარისია. კარგი, 3 ადამიანი ყავს გუნდში, აბა კიდევ. ხო, ფულის გადახდა არ არის საჭირო. მიდით რა ყოველ კვირას ვიმღერებთ ხოლმე, ძალიან მაგარი იქნება. ყველა ჩვენ შემოგხედავს. კარგად ხართ? მე ხმასთან პრობლემები მაქვს, ვერ ვიმღერებ გუნდში. მე ამბოხეები სიმღერებს უშვებენ და ჩვენ სკოლის გუნდში უნდა ვიმღეროთ? არა, მე ვერ შემოგერთდებით, ვერ მღერი. მე რაიანზე ბევრად უკეთესად ვმღერი. მოусმინეთ. კოსტა, შენს ნიჭზე რატომ არ ვიცოდი არაფერი? ეს კვერცხის გულების დამსახურებაა. კოსტა, კარგი, შენ გუნდში ხარ, შენმა მეთოდებმა გაამართლა. გაიგონეთ. კარგი, მაშინ მეც მინდა რომ გუნდში ვიყო. მეც. სალათისფერო. დიმა? კარგი, მეც. შვენიერი გუნდი ყავს. როდის იქნება ჩვენი პირველი გაკვეთილი? დღეს, ახლავე. ხო, მივდივართ. იმედი მაქვს, რომ ეს გავაკეთებთ. კარგით, მოდით ახლა გავახუროთ ჩვენი ხმები და დავიწყოთ. 1, 2, 3. Прекрасная далека, не будь ко мне жестоко, не будь ко мне жестоко, жестоко не будь, от чистого истока, прекрасное далека. მოდით ყველას დაუმტკიცოთ, რომ ისე სიმღერა ნაგავია. От чистого истока, прекрасное далеко, прекрасное далеко, я начинаю путь. Прекрасное далеко, не будь ко мне жестоко, будь ко мне жестоко, жестоко не будь. От чистого истока, прекрасное далеко, прекрасное далеко, я начинаю путь. მეგობრებო, მიდით ახლა ზარი იქნება და ვერავინ ვერ დაგვინახავს. ხო, წავიდით. Прекрасная далека, не будь ко мне жестоко, не будь ко мне жестоко, жестоко не будь. გოგოებო, უბრალოდ შოკში ვარ. ყველა სკოლაში ყველას მოსწონს ჩემი სიმღერა, ძალიან მაგარია, ხო? დიანა, როგორც ჩანს, შენი სიმღერა ყველას არ მოწონს. რა? ღმერთო ჩემო. გოგოებო, არ მისმის ვის უნდა რომ ასე მაწყენინოს? დიანა, მასწავლებელმა იქს უნდა ვაჩვენოთ. იქნებ ვიღაცას უბრალოდ არ მოეწონა შენი სიმღერა. ხო, მაგრამ ასე რატომ უნდა გამოფინონ? დიანა, ეს მასწავლებელმა მაიკმა უნდა გაიგოს. ხო, მასწავლებელმა იქს უნდა ვუთხრათ. მასწავლებელო მაიკ, გამარჯობა, 1 წუთი გააქვთ? დიანა, გილოცავ, ძალიან კარგი სიმღერაა. მადლობა მასწავლებელო მაიკ, მაგრამ ამ სკოლაში ყველას არ მოეწონა და ვიღაცას უნდა რომ რაღაცა დამიშაოს. ყველა კედელზე გააგრეს, რომ დიანას ახალი სიმღერა ნაგავია. მასწავლებელო მაიკ, ვიღაც წესებს არღვევს ამ სკოლაში. ხო, ამის უფლება არ აქვთ. მასწავლებელო მაიკ, შეგიძლიათ გაიგოთ ვინ გააკეთა? დიანა, არ ინერვიულო, ასე ხდება ხოლმე, ყველას ვერ მოეწონება შენი სიმღერა. არა, ეს დასასრულია მასწავლებელო მაიკ, გავიგე. საშინელებაა ჩემი სიმღერა, წავშლი და აღარასდროს მოусმენს არავინ. დიანა, რა? მზად ხარ რომ წაშალო შენი მთელი სიმღერა რაღაც პოსტერების გამო? კი, იქნობა. დიანა, დაწნარდი, დამლაგებას ვეთყვი და ყველა პოსტერს ჩამოხსნის. თავარია შენ ხო იცი, რომ შენი სიმღერა ბომბია. ბიძია მაიკ. დიანა, შენ სიმღერას მოусმინე და ძალიან მომეწონა. მადლობა რომეო, მიხარია რომ მოგეწონა, მაგრამ დღეს უნდა წავშალო, ამიტომ აღარ მოусმინო ჩემ სიმღერას. დიანა, ნუ ნერვიულობ. არა დიანა, მაინც მოусმენ, იმიტომ რომ ძალიან კარგია და ამას მე დავასრულებ. დიანა, შეხედე რომეომ პოსტერების ჩამოხსნა დაიწყო. არა, მასწავლებელო მაიკ, ეს ჩემ სიმღერას ვერ გადაარჩენს. დღეს უნდა წავშალო. დიანა, მგონი ვიცი ეს ვინც გააკეთა. ვინ? დარწმუნებული არ ვარ, უბრალოდ ასე ვფიქრობ.
ვინ? კალათბურთელებმა. რა? კალათბურთელები, მაგრამ ამას რატომ გააკეთებდნენ? სპეციალურად. რა საინტერესო. დიანა, ისინი შენ სიმღერას უსმენდნენ და ამბობდნენ, რომ ნაგავი იყო და რომ შენც ნაგავი ხარ. კალათბურთელები, აქამდე რატომ ვერ მივხვდი, ვერ მოვიფიქრე, რომ ეგენი იქნებოდნენ. რა საშინელება? რომეო, კალათბურთელები აქ მომიყვანენ. კარგი ბიძია მაიკ, ახლა მოვიყვან. დიანა, არავის არ მოусმინო, შენი სიმღერა ბომბია. რომეო, მოიცადე არ წახვიდე არსად მასწავლებელო მაიკ, კალათბურთელებს ჩვენით მივხედავთ. დიანა, როგორ? დიანა, გინდა რომ გადაარჩინო? არა გოგოებო, რა თქმა უნდა, უბრალოდ ხვალ მოვალ სკოლაში ჩვენი ახალი შეყვარებულებით და ჩვენი შურისძიება უფრო ტკბილი იქნება. დიანა, ახალი შეყვარებული ყავს? ხო, რომეო, და ხვალ ყველა გაიცნობს, რადგან აქ მოვა. არადო თითქოს ყველაფერი კარგად იყო. დიანა, რაც გინდა ის გააკეთე, მე ყოველთვის შემხარის ვარ. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ხვალ ამ კალათბურთელებს ჩვენი ახალი შეყვარებულები გაუსწორდებიან. კარგად.